გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა იქნება MCP სერვერები და კონკრეტულად მინდა გაჩვენოთ ერთი ძალიან საინტერესო MCP სერვერი, რომელიც ეხება ბრაუზერის ავტომატიზაციას და რომლითაც იდეაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია რა. მოდი დავიწყოთ რა არის MCP სერვერი რა და მარტივად და მოკლედ მინდა რომ ახსნათ ჯობია მაგალითზე გაჩვენებთ პირდაპირ რა. MCP სერვერი არის, როცა შენ რაღაცას მიწერ AI აგენტს და მაგ კონტექსტიდან გამომდინარე AI აგენტი თვითონ გადაწყვიტავს რა სერვისს უნდა დაუძახოს და გამოიყენოს, ხო? მაგალითად ეხლა თუ ვეტყვი ჩემს AI აგენტს რომ ჩემი GitHub-იდან წამოიღოს ჩემი რეპოზიტორები მაგალითად, ხო? Get all my public repositories from GitHub. წესით ვერ მიხვდება ეხა მე რა მინდა და დაიწყებს რაღაც კომანდების გაშვებას ჩემს ტერმინალში რომ git რაღაცა list და რაღაცეებს, ხო? ანუ ეხა ვერ ხვდება რომ პირდაპირ GitHub-ში უნდა გააკეთოს call-ი და იქიდან წამოიღოს ჩემი რეპოზიტორები, ხო? ხო, ტყუილად წვალობს ეხა აზრი არა აქვს ამას და ჩვენ შეგვიძლია GitHub-ს აქვს თავისი ოფიციალური MCP სერვერი. Visual Studio-ში თუ გადახვალთ extension-ებში, მე მგონი update ჭირდება ოღონდ Visual Studio Code-ს დარწმუნდით რომ ბოლო ვერსიაზე ხართ და MCP სერვერებში ეხა ცარიელი არის. შეგიძლია დაინსტალირო MCP სერვერი. გადაყავ რეცეტ გვერდზე და არის GitHub-ი. GitHub-ის მაგალითზე გაჩვენებთ და კიდე გაჩვენებთ Playwright-ის მაგალითზე. აქვს Figma-საც ასევე რა, შეგიძლიათ დიზაინები წამოიღო პირდაპირ Figma-დან. დავაყენოთ ეხლა ჩვენ GitHub-ის MCP სერვერი. Visual Studio Code-ში და დავსტარტოთ. ჭირდება ეხლა აუთენტიფიკაცია და გავიაროთ ეხლა ჩემი აკაუნტით. აქ წერს რომ 91 თული აღმოაჩინა ჩვენმა Visual Studio-მ ამ GitHub-ის MCP სერვერიდან. ასევე ჩვენს chat-ში აი ესეთი თულების აიკონი არის. მაგას რომ დააწვევი, ეს არის ჩაშენებულები, რასაც კოპილოტი იყენებს თავისთვის და აი ეს არის GitHub-ის MCP სერვერი და ეს არის თულები რისი გამოყენება შეგვიძლია მაგალითად issues შექმნა, repos შექმნა და ასე შემდეგ. ყველაფერია რა, მოკლედ Git-ზე რის გაკეთება შეგვიძლია. და ეხლა თუ ვეტყვი მე იგივეს, რომ GitHub-იდან ჩემი public repo-ები წამოიღე, მაგ შემთხვევაში უკვე მიხვდება, რომ მე მინდა GitHub-ის MCP სერვერის გამოყენება. ვიცადე? აქ ხომ აქვს მონიშნული. კი. აი, უთხრათ რომ მოდი ახალ page-ზე გავხსნი და ისე ვიტყვი. ხო გაშვებული არის? კი, გაშვებულია. ეს არის უკვე MCP სერვერზე უშვებს ამ request-ს. GitHub-ის MCP სერვერზე. და მოაქვს ჩემი რეპოები იქიდან, რაც public-ად მაქვს ახლა გამოდგული. და ამას აკეთებს იმით, რომ ჩემი მინაწერიდან უბრალოდ კონტექსტს იგებს თუ რისი გაკეთება მინდა მე. მოდი შევაქმნიოთ ახლა რამე რეპოზიტორი. Create repository name რაღაცა test MCP demo იყოს. ეხაც მიხვდება ჩემ მინაწერიდან კონტექსტს, რომ მე მინდა ჩემ GitHub რეპოზიტორიში შევქმნა რაღაცა repo, ჩემს GitHub-ის აკაუნტზე და გავუშვა ეგ request-ი. იყენებს ეხა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი GitHub-ის MCP servers და მომცა ასევე ლინკი. ამ ლინკზე გადავალ და ანუ ეს რეპოზიტორი შეიქმნა იმით, რომ მე უბრალოდ დავწერე, რომ შექმენი რეპოზიტორი. ოკეი, ეს არის მარტივად რომ გითხრათ რა არის MCP სერვერი და რას აკეთებს. იდეაში MCP სერვერი არის დამატებითი კონტექსტი, დამატებითი შესაძლებლობების მიცემა AI აგენტისთვის რა. ხო და ეხლა გავიდეთ რისი ჩვენებაც მინდოდა. და ეგ არის სად არის? აი Playwright-ის MCP სერვერი. დავაყენოთ ეხლა Playwright-ის MCP სერვერიც. და გავუშვათ. აქ გავხსნათ ახალი ფანჯარა.
24 თული აღმოაჩინა აქ Playwright-ის MCP სერვერში. მოდი ესენი GitHub-ი გავთიშოთ ამ შემთხვევაში და დავტოვოთ მხოლოდ აი ეს MCP სერვერი. ანუ შეიძლება ყველა კონდეს ჩართული, მაგრამ მე warnings მოგცემს, რომ 128 თულზე მეტი არ შეგიძლია რომ კონდეს გამოყენებული, მაგრამ ეგეთ setting-ებიდან შეგიძლია შეცვალო. მაგრამ მოდი ამ ეტაპზე დავტოვოთ ხა რომ ამ chat-ში ხა მე რასაც მივწერ, თუ AI აგენტი აღმოაჩენს რომ მე Playwright-თან დაკავშირებით მინდა რაღაცის გაკეთება, მაშინ მაგას გააკეთებს. ეხლა რას აკეთებს Playwright? Playwright არის ტესტირების ავტომატიზაციის ხელსაწყო, როგორც Selenium-ი. ერთ-ერთ ვიდეოში ვახსენე. შეგვიძლია UI ავტომატური ტესტები ვწეროთ Playwright-ის საშუალებით ერთი სიტყვით რა. ეხლა მე პრომპტი მაქვს აქ გამზადებული, თუ რა უნდა ქნას რაღაც სატესტო საიტი მაქვს ერთი სიტყვით აღებული. წერია რომ აქ დალოგინდეს შემდეგ გადავიდეს homepage-ზე რაღაცა პროდუქტი დაამატოს კალათაში და ეგ ეხა ჩემი ესეთ ინგლისურად დაწერილი ტექსტით უნდა მიხვდეს რომ ბრაუსერის ავტომატიზაცია გააკეთოს და ბოლოს მინდა უთხრა რომ აი ხა რაც გააკეთა ავტომატიზაცია მაგის მიხედვით დააგენერიროს Python-ის სკრიპტი და მე Python-ის სკრიპტის გაშვება შევეცადოთ რა ოკეი, გავუშვოთ ახლა ეს. ცუდად. ჩემს მიერ ახლა ინგლისურად ნათქვამი მითითებების მიხედვით ცდილობს რომ რაღაცეები ქნას საიტზე რა. შეიყვანა სახელი, შეიყვანა random რაღაცა მეილი, როგორც მეწერა პრომპტში, enter name Vaja and some random email. ეხლა უნდა შეიყვანოს რაღაც strong password-ი, ამასაც თავისით მოიგონებს. ანუ თვითონ ხვდება რა, მე რო ვეუბნები რომ password-ი ჩაწერე, თვითონ ხვდება, ანუ DOM-ის ანალიზს აკეთებს HTML-ის სტრუქტურის და რომელი შეიძლება იყოს იქიდან password-ის input-ი და მაგის მიხედვით იქ მერე შეყავს ტექსტი რა. ანუ ძალიან მაგარი თულია. ეხლა აქ უნდა შეიყვანოს 1 იანვარი 1990 წელი. და მერე ქვევით რაღაცა ადრესის ანუ აქ დაწერილი მაქვს რომ fill address required fields and click create account. ანუ random ინფორმაცია შეიყვანეთ ხო რა თვითონ იგონებს ახლა ამასაც. Vaja testova გამარჯობათ. ვიცნობდეთ. და შექმნა. ეხლა უნდა გადავიდეს homepage-ზე. და უნდა დაამატოს პირველი პროდუქტი კალათაში. ჯერ hover-ი უნდა გააკეთოს უბრალოდ, იმიტომ რომ hover-ის მერე ჩნდება ის ბათონი. მე მგონი. დაამატა, ეხლა დაჭიროს view cards. შეჯამებას აკეთებს დიალოგის ახალთავა.
ხედავ რომ პროდუქტი წარმატებით აიმატა კალათში, bla bla bla. გადავიდა კარტში, ახლა უნდა დააჭიროს proceed to checkout. და всё, ამით თავდება ჩვენი ტესტი. წესით. კი ბატონო. მოკლედ რაც უთხარი ხა ამას მე სიტყვიერად, ის წავიდა და შეასრულა. მაგრამ ეხა რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანი არის რომ მე რომ ამ ტესტის გაშვება დამჭირდება, კი Visual Studio-ში კი არ მოვიდეს სულ და ეს პრომპტი თავიდან უთხრა. მე მინდა რომ ამის დამიხევით ხა დავაგენერირო რაღაც Python-ის სკრიპტი, რომელსაც მე წავიღებ სადღაც GitHub-ის pipeline-ში ან რაღაცა გავუშვებ და ყოველ დღე გაეშვება, ხო? უთხრათ აბა generate based on what you did generate Python script which does the same. გამიზადე Python-ის სკრიპტი, რომელიც ახლა შეიძლება გააკეთე, მაგრამ იგივეს გააკეთებს. და მე შევეცადოთ, რომ ის Python-ის სკრიპტი გავუშვათ და ნახოთ, როგორ იმუშავებს. media ფაილში ჩაწერს ახლა და აქ არ დაიწყებს წერას. მოსობაში კუბიკს ავაწყობ აგერ. Okay, e-commerce automation pie. დაარქვა sites. ჩემი პრომპტიც მიაყოლა ზევით. Let me also create რაღაც setup bot-ი გაჩითა, რომელსაც ალბათ ორჯერ რო დააკლიკებ, ავტომატურად ეშვება ეს სკრიპტი. არ ვიცი, короче, Python-ის სასწავლო უფრო იცის ეგეთი რაღაცე. ჩვენთან არის exe ფაილი და ორჯერ დააკლიკებ, ან run-ის ღილაკი Visual Studio-ში. C#-ზე ყველაფერი ხდება კლიკებით და ვიზუალურად. C#-ში რა .NET development-ში ეგრეა მოწყობილი, გვიყვარს. ინტერფეისი უნდა კონდეს ყველაფერს. readme-ც მოაყოლა დაჟე თავის. რა ხელა readme გააზრობასთან ახ. რა ხელა readme დაწერა. კაი. კი ბატონო, ეხა დააგენერირა კი, მაგრამ ეხა okay. Now execute this script. ნახოთ, აბა თუ იზამს იგივეს რაც თვითონ ხნა. Python დაყენებული გვაქვს, გადავრჩით. Playwright-იც წესით უნდა მქონდეს. კი ბატონო. Playwright install. მე მგონი დაყენებული არის. ტყუილად ჩალიჩობს. კაი, ხო, ან ეხა უშვებს რაც დააგენერირა Python-ის სკრიპტს. ხო, ეს ეხა გაცილების სწრაფია, იმიტომ რომ იქ ჩემ confirmation-ებს აღარ ელოდება. ნახოთ აბა. აქ შეიძლება რეკლამას არ ელოდებოდა და მაგიტო იმას ხნა? გაჩერდა. Okay. კაი, რაღაცა ვერ გააკეთა ბოლომდე, აბა ნახოთ. ხო, წერან მეორედ გავუშვი პროსტა სკრიპტი. და იმუშავოდა. ვნახოთ ახლა კიდე მესამედ.
შეიძლება full screen-ზე ხო არ გავაშვებინო. დიაბა კიდე ერთხელ ვცადოთ. მოკლედ ამით იმის ჩვენება მინდა რომ ეხლა ტესტირების ავტომატიზაციით ვინც ხართ დაკავებული, ეს რო უნდა იცოდეთ და გაარჩიოთ, ამაში ორიაზე არ არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ რომ თქვენი ინტერესებითვისაც გამოიყენოთ. მაგალითად, რამე web scraping-ს რასაც ეძახიან რა, რამე საიტზე რო შეხვიდე და იქიდან რაღაც ინფორმაცია წამოიღო, შენთან ჩაწერო ბაზაში და თან კოდის წერა საერთოდ არ გიწევს, უბრალოდ ინგლისურად ეუბნები AI აგენტს, რისი გაკეთებაც გინდა რა. და ზოგადად რაც უფრო მალე აუდგამთ ფეხს, ესე რომ ვთქვათ, ამ AI-ის და მასთან დაკავშირებულ ტრენდებს უკეთესია, იმიტომ რომ ეს არ არის დღევანდელი ჰაიპი. ანუ ეგრე არ ვფიქრობ რა და არ მგონია რომ მოიკლებს ერთ წელში, ორ წელში, არა პირიქით, სულ აწია, ანუ მგონია რომ 1-5 წელიწადში კოდის 5-დან 10%-მდე დაიწერება მარტო ჩვენს მიერ რა, დანარჩენს ყველაფერს დაწერს AI. ხო და დეველოპერი ყოველთვის გაჯობებს ის დეველოპერი, რომელიც AI თულებს რო კარგად იყენებს. ამიტომ ეს არის ესე ჩვენებაც მინდოდა რა. ეს Python-ის სკრიპტი უნდა ავამუშავოთ, ოღონდ ისე ვერ წავალთ დღეს აქედან. გავუშვათ აბა, რაჭირს. მე მგონია რომ ამ რეკლამის ბრალია, იმიტომ რომ რეკლამა არ მახსოვს ვარდებოდა თუ არა თვითონ playwright-ი როცა აკეთებდა მაგ დროს. ანუ ლოგების რო დაამატა რაღაცია. ეხლა რაღაცას ეძებს. პროდუქტს ეძებს ხო უეჭველი. ანუ უთხარი რომ კონსოლში რაც ერორი არის, ეგ გაანალიზეთ ხო და მაგის ფიქსი მომზადეთ ხო და ვნახოთ აბა რა სიზამს. მოკლედ აუხსენე ხა მე AI-ის რომ რა პრობლემებიც იყო რომ ხანდახან ვერ ხვდებოდა გვერდი ჩატვირთული იყო არ იყო და რაღაცები და მოკლედ დაამატა ხა რაღაცები და ძირითადი რა შეცვალა იყო რომ wait for load state აქ იყო network idle თუ რაღაცა და გადააკეთა DOM content load-ზე. ანუ ეხა სკრიპტი გებულობს page ჩატვირთული არის თუ არა იმის მიხედვით DOM-ი დარენდერებული არის თუ არა და არა იმის მიხედვით network-ი request-ები იგზავნება თუ არა. გავუშვოთ ეხა და ვნახოთ აბა თუ დაფიქსა. აი აქ წერია რომ network idle არ გვინდაო და გადააკეთა DOM content load-ზე. და სწრაფადაც მუშაობს გაცილებით.
proceed to check out. აქ თავდება ახლა ჩვენი ტესტი. აქ გვიწერს რომ 10 წამში ბრაუსერი დაიხურება. მოკლედ ამის ჩვენება მინდოდა მეგობრებო თქვენთვის. რავი, ძალიან საინტერესოა. თქვენი აზრით საინტერესო არის, რას ფიქრობთ? და რავი, ეს MCP სერვერის თემა ძალიან საინტერესოა. და რა მინდა რომ სხვა MCP სერვერების გავტესტო, უბრალოდ რავი, ხარა თუ რამე დამჭირდება, აუცილებლად შევეცდები რომ ნახო MCP სერვერი თუ აქვს და PayPal-საც კი აქვს და MCP სერვერი, ანუ შეგიძლია აქ დაწერო რომ მოდი ინვოისი $10 ინვოისი გამომიწერე და იმის ლინკს მოგცემს მე და იმ ლინკს ვიღაცას ჩაუგდებ. ჩემი აზრით კი არა, MCP სერვერები მე მგონი ყველაზე ბოლო ძალიან დიდი სიახლეა AI სამყაროში რა. აი ამ აგენტების მერე აგენტებიც ძალიან დიდი სიტყვა იყო და აგენტების მერე იყო MCP სერვერები. ხო და რავი, ძალიან საინტერესოა რა. დაწერეთ თქვენი აზრებიც და შემოდით Discord-ის სერვერში და იქ გავარჩიოთ ხოლმე რაღაცები რა. აბა, კარგად, მადლობა ყურადღებისთვის.